რამდენიმე დღის წინ რო ასპრიაში შევიდნენ პოლიციელები და ეძებდნენ სხვა ძალოვნებს, რატომღაც გამახსენა 90-იან წლების ეგეთი ამბავი, როცა საქართველოში ერთდროულად არსებობდა ორი სპეცდანაყოფი, ერთი იყო ომეგა და ერთი იყო ალფა. და რაღაც მომენტში სრულიად მოშლილ სახელმწიფოში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ეს ორი ელიტური დანაყოფები და დაიწყეს ერთმანეთის ხოცვა, ჟლეტა, დასახიჩრება, დაკავება, დატყვევება და ამას გადაყვა ის, რომ ორივე სპეცრაზმი მოიშალა ბერკეტი, რომელიც უნდა ქონდეს სახელმწიფოს როგორც ძალადობის ერთადერთმა კონტროლებელს, რომ კრიმინალი აღეკვეთა. თუ ესე გაგრძელდება კლანური ბრძოლების სისტემაში, გინდ ანუ რასაც მე ვეძახი ხოლმე ჩეკისტების მარშს, ხო, ანუ პირდაპირ გაგებით. მაშინ გამოვა ის, რომ სრულიად აკარგავს ფუნქცია სახელმწიფო და არა თუ 90-იანში ბრუნდები, არამედ ბრუნდები რაღაც პრიმიტიულ წესში, სადაც ქვა შეგიძლია აიღო და ნებისმიერ ჩაარტყა თავში და ამის გამო არ დაისაჯო. 90-იან წლებისა და ერთდროულად პრიმიტიული ცხოვრების წესის ხმები გესმის